ეთერში ვართ. გამარჯობათ, პატივცემულებო, მოგესალმებით. ჩვენო ტელემაყურებლებო, ჩვენო რადიო მსმენელებო. რა თქმა უნდა, პირველი ეთერია ეხლა ჩემთვის და თორნიკესათვის ახალი წლისათვის შენ კი უკვე გქონდა ხო ბატონო? თქვენს წინაშე წავდგებით კვლავ ჩვენ სამეული ბატონი ოთარ ჭითანავა, ბატონი თორნიკე კივილაძე. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობათ. და მე თქვენი ასე თქვათ 50 წუთის 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ბექა კაპანაძე თავბერი. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შობის დიდი დღესასწაული მინდა მიულოცო ჩვენ სამშობლოს და ყველა იმ ადამიანს ესეთერი ვისარგებლოთ, ვისთვისაც არ მიგვილოცია, ხო? ანუ ვისთვისაც მიგვილოცია და აქედანაც ულოცავთ, რა თქმა უნდა, ამ უდიდეს დღესასწაულს. და ძალიან კარგია, რომ აქცენტები კეთდება უფრო მეტად შობაზე, ვიდრე რაღაც გამოგონილ ახალ წელზე. არა, ახალი წელი ისედაც მოდის, მობრძანდება ახალი წლის თარიღები, ეხლა არ წავიდეთ წიაღსვლებში, ზოგჯერ 1 მარტიც კი იყო, ხო, რომაელებისთვის ამ დღეს აღნიშნავდნენ, მაგრამ შობა როგორც ასეთი, ჩვენი მართლა დღესასწაული, რომ არა შობა არ იქნებოდა ალბათ მრავალი დღესასწაული, რომელიც უფალზე და ჩვენს მაცხოვართან არის კავშირში და მინდა მთელს ქვეყანას კიდევ ერთხელ მიულოცო. დიდი სიმძიმილიც მინდა გამოვთქვა ჩემო და ახალი წელი მინდა მოგილოცოთ თავისთავად. ყოველი ახალი წელი შობის მადლით და ძალით ყოფილიყოს მეტად წარმატებული, ნამდვილად მშვიდობიანი ტრაგედიების გარეშე და რა თქმა უნდა ღვთისთვის სათნოთ რომ გამოჩნდება ისეთი წელი. ჩვენი ეხლა 2025 წლის ჩათვლით თავისთავად. რაც სიმძიმეს ეხება, მეგობრებო, ძალიან კარგად ვიცით, როგორ შეძრა მთელი ქვეყანა თითოეული ჩვენთაგანი აი იმ დიდმა ტრაგედიამ, რაც საბერიოში მოხდა. ეს ხუთი აღარ მინდა დეტალებზე საუბარი და კონკრეტიკაზე რაღა აქვს სასაუბრო. გარდა იმ დიდი წუხილის გამოხატვისა, იმ დიდი მართლა ტრაგიკული დღის აღნიშვნისა, სადაც თითოეული ჩვენთაგანი გაუფორმებლად გძნობთ თავს ჭირის უფლად, რა თქმა უნდა და მე ვინც ამ განცდით არის ყველას მოგისამძიმრებ, მთელს ქვეყანას მეუსამძიმრებ და რა თქმა უნდა უპირველესად ოჯახის წევრებს, უფროსებს, აბა პატარები აღარ არიან. უფალთან ემკვიდროთ მათ, რა თქმა უნდა. აი ამ სიმძიმილის ფონზე, რა თქმა უნდა, ჯერ წინარე პერიოდი იყო ბატონ თორნიკე, როგორი მძიმე ფონი ხო? შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს წელიწადიც ასე დაიწყო. მრავალია სათქმელი, გამეთანხმებით. თქმითაც რა საშუალებაო იკითხავს ჩვენი მაყურებელი და სამართლიანადაც, მაგრამ ჩვენ იარაღად პატივცემულებო ამჩნევთ, რომ ძირითადად თქმა და სიტყვა დაგვიტოვა აი ამ დაჭაობებული სისტემის შემქმნელმა სიმბიოზურად ორივე ძალამ, რომლებიც აგერ უკვე მერამდენე წელიწადია კვლავ სიამტკბილობენ. დღეს დაანონსეს თუ გუშინ რა მნიშვნელობა აქვს როდის, რომ თურმე იწყებენ გამოძიებას ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი, ასე თქვათ, აი იმ საქმეების გამოძიებას იწყებენ, როცა ხელის გულზეა ყველაფერი და როცა ყველაფერი კარგად იცის. იცით პატივცემულებო. ცოტა არ დააგვიანდათ, როგორ ფიქრობ? არა, რომელ გამოძიებაზეა საუბარი, ან ეს ყურადღების გადატანები ახლა ვის უნდა გადაატანინოთ ყურადღება? თქვენს მხარდამჭერებს? თქვენი მხარდამჭერები ლამის დაემგვანენ აი იმ ძველი რეჟიმის მხარდამჭერებს, იმდენად ფანატიკოსებად იქცნენ და მათთან აღარ გჭირდებათ. მათთან როგორც გინდათ ისე ისაუბრეთ, მაინც ასე ვთქვათ, კერპი ბრძანდებით და თქვენი მთავარი ვინც არის, ხო? მაგრამ ჩვენ რაც შეეხება საზოგადოებას, მის აღმატებულება ქართველ ერს, რომელსაც ეკუთვნის კონკრეტულად ეს ქვეყანა. მე არ ვამბობ ახლა ეს რაღაც კერძო კუთვნილებებს, არა. აი ამ ქვეყნის ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც ეკუთვნის და ევალდებულება, დიახ. ვინც უნდა განკარგოს აქ სიტუაციები და თუ საჭირო ამ ქვეყნისათვის სიცოცხლეც გაიღოს, ეს არის მისი აღმატებულება ქართველი ერი.
და კიდევ ერთხელ და მრავალგზის მინდა გავმეორდე, რომ ეს ქვეყანა არ არის არც ჯიხური სეთურის ბატონებო და არც რა თქმა უნდა არ არის რაღაც სააქციო საზოგადოება ასე თქვა ეხლა რო სანატორიუმში იმყოფება პიროვნება ბიძინასგან განთავსებული ივანიშვილისგან ანუ სააკაშვილი ღმერთმა მოარჯულოს ეს ადამიანები მაგრამ ეს ქვეყანა სამართავადაც და თავის დასადებადაც არის იმ ხალხის რომლებიც ჩვენი წინაპრის მსგავსად აზროვნებენ და არანაირი უტრირება თქვენი ჭირიმეთ და სურთ და იციან ეს ქვეყანა როგორ გამოიხსნან შემთხვევით გამოძიებული გახსოვთ თქვენ რომელიმე საქმე ეხლა ხანს რაც ჩაიდინეს დანაშაულები რაც გადაამეტეს კი არა ეს გადამეტება არ იყო ეს იყო უშუალოდ გამიზნულად ჩადენილი დანაშაული შარლატანი გახადეს პიროვნება რომელიც ამათ ერთგულად ემსახურებოდა და ქვეყანასაც ასე თუ ისე რომელმაც ბრძანა პირდაპირ გააშიშლა თითქოს არ ვცნობდეთ ჩვენ ამ ადამიანებს პირდაპირ გააშიშლა და ბრძანა რომ იქ დაფინანსებული კადრები ბევრი ყავდათ ჩანერგილი პატივცემულებს რომ პოლიცია და შსს სპეცნაზი გამოეწვიათ რომ შემდეგ ის მომხდარიყო რაც მოხდა მართლა გამიზნულად აი ეს ძვლებში დამტვრეული ახალგაზრდები იქიდან ალბათ 1% არაა გასამართლებული დარწმუნებული ვარ რომელმაც მართლა ჩაიდინა კრიმინალი და რომელიც მართლა დამნაშავე იყო ჩვეულებრივ თქვა დროშა რომ ეკავა ხელში ბარდიულზე იყო თუ მორიდემაბას ლამობდა და გაქცევას აი ამ ადამიანებს გაუსწორდნენ ძირითადად ძალიან ბევრია სასაუბრო თქვენ ჭირიმეთ ჩვენ გვაინტერესებს რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ ყური მიგვიწვდება საერთაშორისო კოლაჟზეც მცირე კოლაჟი აქვს ჩვენს თორნიკეს თხოვოთ თორნიკემ რაღაც საერთაშორისო არენა ძალზედ მტკივნეულად და მართლა ისე რეაგირებს აქ მიმდინარე მოვლენებზე. უშუალოდ აირეკლება ჩვენს თავისთავად ხო ეხლა ეს არ მინდა მაყურებელმა გაიგოს. მწვავედ რეაგირებს და ძნობიარეთ არ ნიშნავს რომ ჩვენი ჭირი სუფალია. არა ბატონებო. ჩვენ აქედან გამომდინარე უნდა შევხედოთ ჩვენს წონასა და ზომას და ჩვენს სახელმწიფოებრივ სწორებას. გისმენთ თორნიკე და შემდეგ ბატონი ოთარი ბრძანებს თავისი სიტყვას. მივესალმები პატივცემულ ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს. მინდა მოგილოცოთ 2025 წლის დადგომა და შობის დღესასწაული უფალი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. გამოვეხმაურო მინდა იმ ტრაგედიას რომელიც მოხდა და მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს მართლაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ღმერთმა სასუფეული დამკვიდროს გარდაცვლილებს. უცხოეთის სიახლეების კოლაჟით დაგიბრუნდით 2025 წელს. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთმა ბოლო 5 თვეში 15,000 ჯარისკაცი დაკარგა კურსკის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 5 თვეში კურსკის რეგიონში რუსეთმა 15,000 ჯარისკაცი დაკარგა. მისი თქმით, უკრაინის კურსკში შეჭრის შედეგად რუსეთის არმიას ხელი შეეშალა განლაგდეს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის მთავარ ხაზზე. კი ბატონო. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთი იყენებს ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს ამ ომში, თუმცა შეგახსენებთ იმასაც, რომ კურსკის ოლქის ნახევარი უკვე დაიკავა რუსეთმა და იქიდან განდევნა უკრაინელი ჯარისკაცები. ნატო ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის ალიანსში მიღების წინააღმდეგია. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნატოში უკრაინის მიღებას და თავის ქვეყანას მარტო უწევს გამკლავება რუსეთთან. ზელენსკის განცხადებით მართალია დასავლეთი უკრაინას ეხმარება, მაგრამ იმდენად რთულ ომში იმყოფება უკრაინა, რომ ეს დახმარება ფაქტობრივად არც არის საკმარისი. რა თქმა უნდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთმა გამოჰყო 5 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინის ინტერესები აუცილებლად უნდა იქნეს ძალიან მტკიცედ გათვალისწინებული და დაცული.
ამერიკელმა გენერალმა კიტ კელოგმა, რომელიც არის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს თავისი ინაუგურაციიდან 100 დღეში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. მისი თქმით, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ცოტა დრო აქვს იმისთვის, რათა გამოსავალი გამოძებნოს. როგორც კელოგმა განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაციამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც არ აწარმოა პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან და გენერალი იმედოვნებს, რომ ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღეში ომი დასრულდება შეერთებული შტატების უშუალო ჩარევით. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ანუ თავისი ადმინისტრაცია ამზადებს პირისპირ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მისი თქმით, ეს შეხვედრა თავად პუტინსაც სურს. ტრამპი იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა შექმნის მნიშვნელოვან გარანტიას საიმისოდ, რათა უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს. ჯერჯერობით ტრამპს არ დაუსახელებია ამ შეხვედრის ადგილი. ილონ მასკის მოწოდება არის ძალიან აღსანიშნავი გერმანიის მოსახლეობისადმი. მან განაცხადა, რომ მან, რომელმაც ფაქტობრივად მასკმა, რომელიც დაიკავებს მნიშვნელოვან თანამდებობას ტრამპის ადმინისტრაციაში, განაცხადა, რომ თუ გერმანელ ხალხს თავიანთი ქვეყნის განვითარების სწორ რელსებზე შეყენება სურს, აუცილებლად მხარი უნდა დაუჭიროს მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც ხშირად ულტრამემარჯვენე პარტიად მოიხსენიება, მაგრამ ეს ლიბერალური ცენზურის დამსახურებით ხდება. მისი თქმით, მხოლოდ ამ პარტიას ზალუց გერმანიის გადარჩენა. აღნიშნული შესახებ მასკმა ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერ ალის ვაიდელთან ინტერვიუში განაცხადა. თურქეთის არმია ემზადება სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციისთვის. სულაც არ გახლავთ ამერიკული ვექტორი. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, ქურთისტანთან კავშირში ვიცით ხო ჩვენ ინტერნეტს და გადაკვეთა როგორი იყო. დიახ. შეგახსენოთ, რომ ეს პარტია თურქეთის მთავრობას ტერორისტულ ორგანიზაციად ყავს გამოცხადებული. ჯორჯია მელონის განცხადება არის მნიშვნელოვანი ჯორჯ სოროსის შესახებ. მისი თქმით, ჯორჯ სოროსი ძალიან აქტიურად ერევა სხვადასხვა სახელმწიფო შიდა პოლიტიკაში და ის აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციას, ასოციაციას, სალკეულ პიროვნებებს დესტაბილიზაციების მოსაწყობად და აქტიურად აფინანსებს მათ. სოროსისგან განსხვავებით მელონი მშიაქო ილონ მასკი და განაცხადა, რომ ამერიკელი მილიარდერი სწორ პოზიციებზე დგას. და ბოლოს სამი სიახლე ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე შეტევას არ გამორიცხავს. ტრამპის განცხადებით შეერთებული შტატების ინტერესებში შედის პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება, ვინაიდან ეს ამერიკის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. მისი თქმით, დანიას თუ აქვს რაიმე იურიდიული უფლება გრენლანდიაზე უნდა დათმოს. გრენლანდიის მოსახლეობა 45,000 ადამიანს შეადგენს. მან აღნიშნა, რომ გრენლანდიაზე შეერთებული შტატების კონტროლი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსათვის, რადგან რუსეთი და ჩინეთი ყველგან არიან ჩასაფრებულები და თავიანთი ინტერესების გატარებას ცდილობენ. ტრამპი არ გამორიცხავს მაღალი ტარიფების აწესებას დანიისთვის და ბოლო ორი სიახლე. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა გრენლანდიის შესახებ. რასმუსენის თქმით, გრენლანდიის მოქალაქეებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამოუკიდებლობა, მაგრამ გრენლანდია არ გახდება შეერთებული შტატების მორიგი შტატი, როგორც მან განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა-დანია შორის პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა, თუმცა დანია მზადაა პირდაპირ დიალოგისათვის და აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა მეფე ფრედერიკ მე-10-თან, დანიის მეფე ფრედერიკ მე-10-თან და ბოლო სიახლე, რომელიც გვეხება ჩვენ, შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ამგვარ დასკვნას აკეთებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მან აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორას სრულფასოვანი მონაწილეობის მიღების უფლება არ მიეცა აღნიშნულ არჩევნებში და
მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც და როგორც მან განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაციას ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. და ეს იყო ის ძირითადი სიახლეები, რომელიც ამ კვირაში დაფიქსირდა მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა ამ კოლაჟისათვის. ბატონო თარო, თქვენი გამოცდილებით, კვალიფიციური დიპლომატი ბრძანდებით, ამ კოლაჟის შესახებ რა თქმა უნდა, ინფორმაცია გქონდათ ნაწილი, რაც არ ვიცოდით და არ გვახსოვდა და ახალი მოპოვებულია ბატონმა თორნიკემ გაგვაცნო, რაც ბრძანებთ, გნებავთ გარეთ, გნებავთ შიგნით, ჩვენს შიგნით მიმდინარე მოვლენებთან კავშირში, რადგან ყოველთვის ტანდემშია განსახილველი და მეთანხმებით იქ ახლა დანიასთან ამერიკა როგორ გადაწყვეტს თავის საკითხებს ეს ნაკლებად უნდა აღელვებდეს ჩვენს ერს და საერთოდ ჩვენს მოსახლეობას. ძალიან მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ახალი წელი გუშინ ვიყავი გადაცემაში და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ჩვენ ქვეყანას იმ უბედურების გამო რაც დატრიალდა გალის რაიონის სოფელ საბერიოში და რა ვიცი ყველანი დათრგუნული და განადგურებული ვართ მთელი ქვეყანა ამ ამბის გამო და რა ვიცი ვისურვებდით რომ მსგავსი უბედურება ჩვენ ქვეყანაში რაცი არასდროს არ გაგვიგვეს გისმენოთ უფალო და სხვა შორის თბილისმაც ძალიან კაი ხალხი დაკარგა ახალ წელს იგივე ნიკოლეკიშვილიც ეს დიახ ნიკოლეკიშვილი რა კოლორიტკივილია კაცი მართლაც ძალიან დიდი ტკივილია ეს მთელი ქვეყნისთვის არა მხოლოდ დედაქალაქისთვის თუმცა ამ ქალაქის კოლორიტი იყო კაცი რომელსაც კაი კაცობას არც ზღვარი ქონდა და არც ჭერი და ზუსტად გიზონიშნიანიძე სწორედ თავის ცნობილ ნაწარმოებში პაემანი ვერაზე სწორედ ნიკოსნაირ პიროვნებებზე აკეთებდა იქ აქცენტს თუმცა იქ ძველ პლეხანოველებს ჭეშმარიტად ქონდა ნამდვილ ქალაქელზე აკეთებ მაჯისცემით იცნობენ ქალაქელები ერთმანეთსო სწორედაც ბატონი ნიკოს და მის მსგავს თბილისელებზე იყო მსგავსი კიდე ერთი ძალიან კაი პლეხანოველი კაცი რომელიც იყო მართლა თბილისის კოლორიტი გენოს არჩიმელია რომელსაც ხვალ ვაცილებთ უკანასკნელ გზაზე ზუსტად ესეთი კაცი რომელიც იყო თბილისის დინამოს კომაგი იყო სუხიშვილების კომაგი დიახ რომელიც იყო მართლაც ძალიან მაგარი პატრიოტი ისეთი რომ კაი კაცობაში კაი ბიჭობაში და გვერდში დგომაში და რაინდულთან დგომაში რომ ბადალი არ ყავდა ძველი თაობის თბილისელებმა ეს იციან და ზუსტად ასეთი ხალხით ამაყობენ და ტრაბახობენ კიდევაც იმიტომ რომ მართლაც საოცარი ხალხი ის თბილისი აღარ არის რაც აი ამ ხალხის თბილისი სამწუხაროდ არც შინაგანად არც გარეგნულად და არც სხვა თვალსაზრისით ის თბილისი აღარ არის როგორც ეს ადამიანები იყვნენ და ჩამოთვალეს სამწუხაროდ მაგრამ ვისურვოთ რომ მსგავსი ადამიანები კიდე დაბადებულიყვნენ ამ ქალაქში და ძალიან საწყენია რომ ასეთი კოლორიტული ადამიანები რომლებიც სიკეთისთვის და რიცხვი შემცირდა სიკეთისთვის და მიძღვნისთვის არიან დაბადებულები იყვნენ დაბადებულები გვიწევს 3 წელს სამწუხაროდ გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე და რაც შეეხება იმ საკითხებს რომელიც წამოწიეთ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის მსოფლიოში ტრამპი ცოტა უცნაურ განცხადებებს აკეთებს მართალია იმიტომ რომ მართლაც წარმოუდგენელია ხო ეხა 21 საუკუნეში ასე ილაპარაკო რომ გრენლანდია მინდა ესე იგი მექსიკის ყურეს გადავარქვათ ამერიკის ყურე უფრო კარგად ჟღერს პანამა ესე იგი ჩვენი ის არის რა ქვია იმას ჩვენი ხალხი დაგვეხოცა გასული საუკუნის მეორე ნახევარში როცა ამ პანამის არხს აკეთებდნენ მალარიამ ძალიან ბევრი ადამიანი გაწყვიტა სადღაც 35-38000
ამერიკელი არის დაღუპული, მაგრამ ეხლა რო ვთქვა, რომ პანამელებს ამერიკელების ვალი აქვს, იქ ყველანაირი ვალი, იქ რა თანხაც ჩაიდო იმ 77 კილომეტრიან არხის მშენებლობაში, ის ამერიკამ არაერთხელ ამოიღო. აქ ვალზე არ არის საუბარი. ცალსახად მხოლოდ ცალმხრივი ინტერესების განხორციელებაზე, მეტი არაფერი. ნუ მაგაზეც არის და ხა ცოტა შეურაცხყოფელიც არის კანადისთვის, ეხლა რომ ამერიკის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი გუბერნია მინდა გახდეს და ახალი რუკა წარადგინა ამერიკის, სადაც კანადა არის წარმოდგენილი ერთ-ერთ შტატად. ნუ ესეც, რა ვიცი, სამეზობლო პოლიტიკაში ასეთი მიდგომები ცოტა გაუგებარია ხარ, რითი განსხვავდება ხო მაშინ ან პუტინისგან, ან კიმ ჩენ ინისგან, ან სოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა არის სიძლიერით და სიდიადით და დემოკრატიის კუთხით. ნუ მისი პირველი პირი რო ასე გამოდის, არ ვიცი ხა რა დამოკიდებულება იქნება მას საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ოცნების სასარგებლოდ მისი სიმპათიები არ გადაიხრება, იმიტომ რომ ოცნებამ ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა რეგიონში, როცა აქ ჩინელებს ჯერ ამერიკელებს დაპირდა, რომ ამერიკის პორტს ისინი ააშენებდნენ და ეს მოისმინა ღრმაცვლოვან პორტზე სახელმწიფო მდივანმა ამერიკის და შემდეგ ორ კვირაში შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და ჩინურ დასანქცირებულ კომპანიას მისცეს ანაკლიის პორტის აშენების უფლება. ანუ ჩვენ პირდაპირ ღიად გავუღეთ ჩინელებს კარი იმისათვის, რომ ჩინური გავლენები გავცელდეს უკვე რეგიონზე და ევროპაზე და რა ვიცი, და ეს ტვირთებმა დაიწყოს მოძრაობა. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდად იმოქმედებს ეხლა ამერიკა უკვე მოქმედებს კიდევაც დაწყებულია ეს ცუდი ეფექტები უკვე. ეს ცუდი ეფექტები ჩვენ ვხედავთ სანქციების პაკეტი როგორ იწყებს გაფართოებას, იმიტომ რომ კონგრესში უკვე შეტანილია ეს მეგობრობის აქტი, სადაც უნდა დასანქცირდეს პრაქტიკულად მთელი საქართველოს სახელმწიფო ვერტიკალი თავის ბიზნესმენებთან და ბიზნესმენიშვილის დამეგობრებულ ადამიანებთან. ნუ ეს არის ძალიან ცუდი რამ, ხო, მაგრამ ქართული ოცნებისგან გვესმის, რომ ჩვენ მაინც დასავლეთისკენ მივდივარ. სად მიდიხარ, ხო? როცა ყველაფერი დაგისანქცირეს, ეს უკვე სასაცილოც არ არის. და ეს ვიზები გაგიუქმეს და ვერსად ვერ მიდიხარ. და ესენი მაინც არ უნდა ამბობდნენ, ხო, ესეთ რაღაცას. თუმცა ჩვენ სოფლიო ისტორია მიცის ეს მაგალითები, რომ მაგალითად 1946 წელს ტრუმენი უნდა დანიისგან ეყიდა და 100 მილიონს თავაზობდა გრენლანდიაში. კი, სხვა შორის მე-19 საუკუნეში ლუიზიანას საფრანგეთის იყო, ჯერ ესპანელების იყო და მერე ფრანგების და მაშინ ჯეფერსონმა ის გამოისყიდა. თომას ჯეფერსონი მაგარი კაცი ყავდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს იყო 1812 წელს ლუიზიანა უკვე შეუერთა და ერთ-ერთი შტატი გახდა ამერიკის. კი, ასეთი პრეცედენტები არის. ჯონსონმაც მაგალითად ალიასკა კი ბატონო. სწორედ რუსეთისგან მაშინ შეისყიდეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში 1959 წელს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ამერიკას არ კლებია ბატონოთარ დამეთანხმებით. ოღონ სიხისტესა და ჭარბობდა, ესეც აქცენტირებული უნდა იყოს. მაგრამ აი ესეთი სიხისტე, რასაც ტრამპი იყენებს, ნუ არ ვიცი, ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ ესეთი განცხადებები დაგმო. სხვა შორის გასულ კვირას გამოვიდა და ასევე თქვა, რომ ესე იგი თუ მძევლებს არ გამოუშვებს ღაზას სექტორი, მაშინ ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ამის თქმაც როგორ შეიძლება, ხო, როცა მძევლები არიან იქ უმწეო მდგომარეობაში, პრაქტიკულად არიან ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და ამერიკის პრეზიდენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, ხო? ამისთვის არსებობს სპეცსამსახურები, რომელთანაც უნდა დაილაპარაკოს და იმათ უნდა გააკეთონ, ეს ჯერ საქმე უნდა გააკეთონ და მერე უნდა გამოვიდეს ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირი, ხო? ასე ხდება და სამწუხაროდ ეს კაცი ასე არ აკეთებს. მოკლედ გამართლებაზეა ყველაფერი, ჩვენთან ურთიერთობაც ასევე იქნება, როგორ ხასიათზე ადგება ტრამპი და რა ფეხზე ადგება და რა განცხადებას გააკეთებს, ეს კაცმა არ იცის, მაგრამ უნდა დაველოდოთ. მაგრამ ამის საპირწონეთ და მეთანხმებით ბატონებო, ამის საპირწონეთ
ჩვენ სიოს შესაბამისად, როგორც ლერწამნი, ქარისაგან მობერილნი, ისე კი არ უნდა ვირწეოდეთ. რამე თუ ერთ მშვენიერ რწევისასაც შეიძლება თლიანად გადაწყდეს, ხო? თლიანად. ეხლა ჩვენ ვიძახოთ, ამ ხელა სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს. ამ ხელა ასეთი დიდი ისტორიის ქვეყანა ვარ და ასე შემდეგ. ენ რაოდენობით გვეთქმის, არა? მაგრამ დღევანდელობა სულ სხვა სურათს გვაძლევს, მეგობრებო. დღევანდელობა საპირწონეთ შენ თუ წარმოიდგინეთ, გული წვეტა უფრო უწინ იყო. დღეს ყველაფერი ილუსტრირებულია და გულის წვეტაზე ნაკლებადაა საუბარი. აქ უფრო საუბარია მართლმსაჯულების დაყენებაზე. არა, მეგობრებო, სწორად მინდა გამიგოთ. არა, ასე ვთქვათ, ძალმომრეობის და სამაგიეროს კუთხით, არა, მეგობრებო. იცით, პირიქით რეჟიმი თუ გასამართლებად, თორემ რეალურად ეხლა 20 წლის წინ ადამიანი შეიძლება დანაშაულის ჩამდენი ცოცხალიც კი აღარ არის. მე ქალბატონ ირმა ინაშვილს, პატრიოტთა ალიანსს დამემთახმებით, მეგობრებო, ბატონი ოთარი ამის შესახებ არაერთგზის გითქვამს, ამ სტუდიაში არაერთგზის გითქვამს, თუ მათ მართლა რეალურად სურდათ რაიმეს გამოძიება. როცა ცხელკვალზე იყო, როცა მართლა იმდენად დემორალიზებულნი იყვნენ. რომ ზოგიერთნი ჩირგვებშიდაც კი იყვნენ. პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყო მათი აქტივობა, დამეთახმები, აღარ იყო და რეალურად იყვნენ რაღაც ვერდიქტების მოლოდინში ალბათ ნაწილნი, გესმით? მაგრამ უყურეთ, მოვიდა მილიარდელი კაცი, მილიარდელი ადამიანი, რომელმაც კონკრეტულად მთელი 12 წლის განმავლობაში, ამას სულ ვიტყვი რა, ოცნების მხარდამჭერებს მივმართავ თორმე ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ამის სწავლა და შეხსენება არ გვჭირდება. თქვენ რომ იცოდეთ და შეხსენებათ მიიღეთ, ვისაც ცოდნიათ როდესმე, მაგრამ ძალით დაივიწყეთ ან გადაგავიწყდათ. მთელი 12 წლის განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკური საზრდელით თუ მატერიალური საზრდელით ყველანაირი ასე ვთქვათ პირობებით, სასათბურო პირობებით, აი ეს ძალა არა მხოლოდ წამოატივტივა და ერთ-ერთ ასე ვთქვათ ტანდემში ჰეგემონად აქცია. აი განკარგველად ბევრი რამისა გავანებოთ ბიზნესებს თავი რამე თუ საერთო ბიზნესებიც არსებობს თქვენ შორის. ეს ამას გავანებოთ თავი ამ ეტაპზე. თქვენ პიროვნებები, რომლებსაც მართლმსაჯულების სკამი ელოდა და თან იმ ქვეყანაში, სადაც როგორც მაგრად ამბობს, ხო, როგორ განუმეორებლად ამბობს, ხო, რუსთველი, ქმნა მართლისა, სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლადო. ამ ქვეყნის შვილებმა რომელი ქვეყანა ჩაიბარეთ თქვენ? თქვენ შემთხვევით სკოლას და ლიცეუმს და კოლეჯს ხომ არ უყურებთ, კოლეჯად ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას სამართლიანობის აღსრულება სურდა და ამის შემდეგ დალაგებდებოდა ყოველივე. ეხლა ბრძანებენ რომ არჩევნები რომ ჩავატაროთო. ეხლა ბატონმა ლევან ჩაჩუამ მიმართა მათ. არაერთგზის და ჩვენც თვითონ ჩვენ თლიანად ამ ქართულმა ეროვნულმა ერთობამ მივმართეთ უკვე გესმით ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება გაგეცინოთ ეხლა ბიძინას თქვენ თუ მიმართეთო მე რა მოხდაო. აი სწორედ ამ ცინიზმშიდაც დევს ქვეყნის უბედურების ნატამალი და ელემენტი. სწორედ აი ამ კუთხით აზროვნებაში დევს ქვეყნის უბედურების, ასე ვთქვათ, მთელი კასკადი. მიმართა რომ აუცილებლად ჩიხიდან გამოსვლა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს ჩაანიშნავთ და სუფთა ეროვნულ ძალებს არ დაბლოკავთ და იმდენად მოუშვებთ სათავეებთან, სადავეებთან, საკანონმდებლო ორგანოში, ხო, ამ შემთხვევაში, რამდენსაც მიიღებენ ესენი რეალურად, თქვენ არა ხართ პატივცემულებო, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ხვდებით და გვეუბნებით, რომ არა, თქვენ გადალახეთ არჩევნები. თქვენ გადალახეთ, მაგრამ ასე ინება ერთმა, გესმით? ერთმა ასე ინებაო, კაცო, თიც იშვერენ რა. პიროვნებაზე, რომელიც ამათი კერპი და სეთურია. და გამოდის მამუკა, ბატონი მამუკა მდინარაძე და ჩვენო დამოუკიდებლები დღესა ვართო, კაცო, გუშინ და გუშინ წინ კი არ ყოფილვართო. დამოუკიდებლობა თქვენ რა გონიათ ერთი მაინტერესებს. რისგან დამოუკიდებლები გახდით ერთი შემთხვევით სინდის ნამუსისგან ხომ არ გახდით დამოუკიდებელნი? მართლმსაჯულებისაგან ხომ არ გახდით დამოუკიდებელნი? შეიძლება რაღაცა ვითარება,
რაღაც სოციალურ რაღაც გარემო შექმნას პირობა ისეთი, რომ მართლაც დამოუკიდებლობა რაღაცნაირად მიიღოთ, გერგუნოთ. არ იმსახურებდეთ, მაგრამ მიიღოთ. მაგრამ არის კი ეს დამოუკიდებლობა თავისუფლებასთან თანაზე არის? თქვენ ერთი კაცისგან ვერ განთავისუფლებულ ხართ. ერთი არსებისგან დამოუკიდებლობას ვერ მიაღწიეთ და რომელ დამოუკიდებლობაზე საუბრობთ ძალიან მაინტერესებს. იცით ჩვენ ბატონებო ისეთ ხანაში ვართ ახლა შესული და ხშირად გვითქვამს რომ სარწმუნოებრივი საკითხების გარეშე ვერ შეხედავ რამე თუ ჩიხში შეგიყვანს ყოველი საკითხი მიკრო თუ მაკროეკონომიკა გეოპოლიტიკა აბსოლუტურად ყველაფერი არის იმ თარგზე მოჭრილი რასაც ქვია გნებავთ ესქატოლოგიური საკითხები გარდა რელიგიური საკითხებისა ბიბლია გვასწავლის სახელმწიფო პოლიტიკას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას ჭეშმარიტად ხო ეს არ არის მითი და ლეგენდა ეს არის რეალობა ისრაელი ერის ისტორია არის ფაქტობრივად მსოფლიოს ისტორია კი ბატონო და ყველა სეგმენტს და ინსტიტუციონალურად რომ მოიცავს აბსოლუტურად და აი მართლა პოლისი საიდან მოდის პოლიტიკა საიდან მოდის დღეს პოლიტიკა გონიათ როგორ ძალზედ ბინძურიაო კაცო პოლიტიკა წმინდათა წმინდა საქმეა მეგობრებო პოლიტიკა ოღონდ სუფთა ხელებით საკეთებელი როგორ ჩვენი წმინდა მეფეები ბინძურ საქმეში იდგნენ და ასე მართავდნენ და ასე ხელმწიფობდნენ მართლაც ეს უდიდესი პიროვნებები არა ბატონებო პოლიტიკა არის თავდადების არათუ ხელოვნება არამედ სურვილი საკუთარი ერის მსახურებისა ადამიანმა გასვარა პოლიტიკა და არა პოლიტიკამ ადამიანი რა გზავნებდით ბატონო ბექა იმის აღნიშნვა მსურდა რომ როდესაც ადამიანი იბრძვის იქ სისხლი იღრება იქ არის ჭუჭყი იქ არის ტალახი პოლიტიკისგან განუყოფელია რა თქმა უნდა გარკვეული ბინძური პროცესები მაგრამ ზოგადად ჭეშმარიტ პოლიტიკას ატარებენ ის ადამიანები რომლებიც ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების და მიხედვით მოქმედებენ დიახ და ამგვარად გავენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის განვითარების საქმეში. რატომ იყო რომ პლატონმა დასახა ფილოსოფოსი სახელმწიფოს იდეალურ მმართველად? კი ბატონო. ვინაიდან ფილოსოფოსი დაცლილია აბსოლუტურად ყოველგვარი მერკანტილური ინტერესებისგან და ის სიბრძნის მოყვარე ადამიანი ფილოსოფია რას ნიშნავს? ხო სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს. ფილეო და სოფია. კი ბატონო და ძველ ქართულ ხელნაწერებში აღმოჩენილი სიტყვების მიხედვით ფილოსოფოსობა იწრთობა სიკვდილისაი არს. ამიტომაც დასახა პლატონმა სახელმწიფოს იდეალურ მმართველად ფილოსოფოსი. ჩვენს რეალობაში თუ გადმოვიტანთ ამ ნააზრევს, სახელმწიფოს უნდა მართავდეს კაცი და ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მერკანტილური ინტერესებისგან აბსოლუტურად არიან დაცლილნი და მთლიანად ორიენტირებულნი არიან ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებთან. აქედან გამომდინარე, პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, პოლიტიკა არის წმინდათა წმინდა საქმე, რომელსაც მართლაც თავდადებული ერისთვის თავდადებული ადამიანები აწარმოებენ. თავისთავად, გაიხარეთ, ესე არ არის ბატონო ოთახი. სამივეს ერთი აზრი გვაქვს და არა მხოლოდ ჩვენს ნამდვილად ეგრეა და უნდა დავამატო ასევე რომ მართლაც ძალიან რთულ რეგიონში ვიმყოფებით, სადაც ირგვლივ ესე იგი ცეცხლის რკალშია პრაქტიკულად ჩვენი სამეზობლო და ასეთ ვითარებაში მართლაც ცოტა სხვა მიდგომები გმართებს და არა ისეთი როგორც სააკაშვილის ან ამ ხელისუფლებას აქვს და ჩვენ მეფეები ვახსენეთ და როცა იყო ყოველთვის დაპირისპირება სპარსეთსა და ოსმალეთს შორის და საერთოდ ამ რეგიონში ჩვენ სამეზობლოში იქ ჩვენი მეფეები ყოველთვის პოულობდნენ გამოსავალს მაგრამ იქ სადაც ამ არეალში რუსეთი შემოდიოდა ჩვენი მეფეებიც სამწუხაროდ კარგავდნენ ორიენტაციას, იმიტომ რომ მართლაც ძალიან რთული ქვეყანაა ჩვენ სამეზობლოში რუსეთის სახით, გაუთვლელი ნაბიჯების ქვეყანაა, ხვალ რა ფეხზე ადგება მათი პრეზიდენტი პუტინი და ვისაც დაარტყამს და ვისთან შეიჭრება, არავინ არის ის, ამიტომ აქ სხვანაირი პრაგმატული პოლიტიკაა საწარმოებელი და არა ისეთი, როგორცაც ნაციონალური მოძრაობა აწარმოებდა თავის დროზე და ეხლა ესენი. ანუ სააკაშვილი ანეიტრალებდა რუსულ საფრთხეებს იმით, რომ მთელი ეკონომიკა და ჩვენი სტრატეგიული ობიექტები
გადასცა რუსეთს და დღეს ვერ დამისახელებს ვერც ერთი ნაციონალი და ვერც ერთი მაგ პარტიის მომხრე ვერც ერთ სტრატეგიულ ობიექტს როდესაც ის არ იყო გადაცემული მიხეილ სააკაშვილის დროს. ამით ეგონა რომ ამ საფრთხეს გაანეიტრალებდა და ამერიკას კულ საფრთხეებს ანეიტრალებდა იმით რომ სამხედრო და პოლიტიკური პარტნიორული ურთიერთობა დაეკავებია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ანუ ეს იყო იმ პოლიტიკის და იმ პოლიტიკოსის ბალანსი, ვისაც დიდხანს უნდოდა შეინარჩუნებია ხელისუფლება აქ საქართველოში, მაგრამ ამით საქართველომ წაგების და პრობლემების გარდა არაფერი არ მიიღო. ბოლოს ჩვენ ნახეთ, რომ ენგურჰესით სამართავად გადასცა რუსეთის მხარეს მიხეილ სააკაშვილმა, ანუ ბოლო ძაფი, რაც გვაკავშირებდა ჩვენ აფხაზებთან, ის მიხეილ სააკაშვილმა თავისივე ხელით გადაჭრა. ეხლა ის აფხაზი უკვე დარწმუნებულია, რომ მთლიანად ის არის დამოკიდებული რუსეთზე, რაზე უნდა მოვიდეს ჩვენთან სალაპარაკოდ, როცა აი ასეთი პოლიტიკოსები გვყავდა, ან 9 წელი ასეთი ხალხი როგორ შემოგვეპარა ამ ხელათაამდებობებზე. და მერე სათანადოდ არ დავსაჯეთ. ეხლა გამოდის ქართული ოცნება და ამბობს, რომ ეს ხალხი უნდა დაისაჯოს. ქართულ ოცნებას ჰქონდა 3 საპარლამენტო და 2 საპრეზიდენტო ვადა იმისთვის, რომ აი ეს კომისია შეექმნა და მართლაც დაესაჯა. ჩვენთვისაც მოესმინა 2018 წელს, როცა მიაწოდა გამზადებული პროექტი ქალბატონმა ირმამ წარადგინა 100-ობით 1000 ხელმოწერა სადაც ხალხი ითხოვდა პირდაპირ რომ სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობა გამოცხადებულიყო დამნაშავე რეჟიმად და ეს ხალხი დაესაჯათ, ხო? ეხლა როგორ წარმოუდგენია ეს? ყველა საკვანძო თანამდებობებზე დღეს ყველა დონეზე აბსოლუტურად იმ ცნობილ ნაციონალებს წავაწყდებით, რომლებიც ყავდა რეპუტაციას შეხედე, კაცო, მიხეილ სააკაშვილს და ის ვინც ვერ მოხვდა ქართულ ოცნებაში, ის ნაციონალი დღეს ყველა არხზე გამოდის, ყველგან ესენი ისე მოყოჩაღდნენ, ისე გათამამდნენ უკვე, რომ ყველა არხიდან ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და ქართული ოცნების ნამდვილი წევრები გარეთ ვერ გადიან. ხვდებით ხო რა სიტუაცია შექმნილი? რომ იმალებიან, ან დაბრუნებული მანქანებით დადიან. აი ასეთი პარადოქსული და სასაცილო სიტუაცია შექმნა, ტრაგიკული რო არ ერქვას. კი ბატონო. მე შექმნა სწორედ ქართულმა ოცნებამ. ჭეშმარიტად, ბატონო. თავისივე ხელით, თავისივე მეცადინეობით ყველაფერი საამისოდ ასე გააკეთეს და აქამდე მიიყვანეს საქმე. და დღეს უკვირთ, როგორ მოხდა, რომ ამდენი მტერი გაიჩინა ქართულმა ოცნებამ. სწორედ აი ასეთი ქმედებებით მოხდა ეს. ჩემო ძვირფასო, ასეთი გაუაზრებელი, გაუწონასწორებელი, დაუბალანსებელი და მხოლოდ საკუთარ მერკანტელიაზე სწორებული პოლიტიკის შედეგია დღევანდელობა. რა თქმა უნდა. გეთანხმებით მეც მეგობრებო, ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა, ეხლა რუსოფობიაში რომ ბრალი არ დაგვდოს ჩასაფრებულმა, ძალიანაც რომ ჩაგვისაფრთეს, კაცო, მაინც ვერაფერს ვერ იპოვი. ჩვენ არც ფილეოს კუთხით ავართ და არც ფობიის კუთხით თქვენი ჭირიმით. ფობიები და შიშები და ეგზისტენციალური რაღაც ესეთი კონვულსიები ჩვენ ეროვნულ ერთობას არ აქვს. ჩვენ უფლის შეწევნით. მე-18-მე-19 საუკუნეც კარგად გვახსოვს. რუსეთთან ტანდემში განთავისუფლებული გურიაც და აჭარის ოლქით ძალიან კარგად გვახსოვს. ოღონდ ეს იმის გამო არა, რომ რუსეთი აბოდებდა ჩვენზე სიყვარულით. რომ რუსეთი მხოლოდ თავისი ინტერესების ჩვენი ინტერესების თანხმედრამ განაპირობა, მეგობრებო, რომ ჩვენ იყო პერიოდი რუსეთთან მხარდამხარ ვიბრძოდით დამპყრობელის წინააღმდეგ. იყო პერიოდი, როგორც ვახტანგ გორგასალი, დიდი მეფე ჩვენი, ბიზანტიას ყურს უწევდა სპარსეთთან ალიანსის ჩვენებით და შემდეგ ისპაჰანს გაცდა, კაცო, ბიზანტიასთან ერთად ბერძნებზე მას ძალიან ესე საღმრთოთ და სათნოთ აქვს ესე ნათქვამი, ხო, და ძირითადი ნათქვამი კი ვიცით, ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო. მოდით დიდ ფილოსოფიას თავი დავანებოთ. ადენაუერის მაგალითი არ არის საკმარისი. კაცი ჩავიდა, ესე იგი მოსკოვში ჩავიდა. იქ კი არ გამოუხდნენ და პუტინი ხარო ეძახეს და პუტინისტი ხარო, კაცო. სულ ძალიან ცოტა ხანში 2 წუთს დაგვიმატებენ ჩვენი პროდიუსერი გენეცვალი, დიდი მადლობა წინასწარ. იქ კი არ გამოუხდნენ ბატონო უთარ და აი შენ გამყიდველო და ასე შემდეგ. დიდი შეკვეთებთან ერთად, რაც წამოიღო, უკვე დემორალიზებული მთელი ქვეყანა დემორალიზებული, ომწაგებული გერმანია, ადენაუერმა
ამ ერთმა მართლა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცმა დააყენა ფეხზე. აი და დღეს როგორ გამოიყურება ძალიან კარგად ვიცით. ესაა სახელმწიფო პოლიტიკა. 2 წუთი გვაჩუქეთ თუ შეიძლება პატივცემულებო და ვალში ვიქნებით თქვენთან. და რაც შეეხება ახლა არა მხოლოდ ადენაუერს, სწორად მოგმართათ ყველამ აბსოლუტურად და მე ლევანზე მქონდა საუბარი ჩაჩუაზე, ჯერ მოკითხვა ბატონ ლევანს აქედან, ახალ წელს ვესაუბრეთ, მაგრამ უფალმა ძალიან მალე ჩვენ გვერდზე აქტიურად დააყენოს და მინდა რომ იცით რა გითხრათ, აი 5 წუთი გვაჩუქეს და დიდი მადლობა. რაც მოგმართათ, სწორედაც პუნქტუალურად წერტილ მძიმეში ვეთანხმებით რა. აი როგორც ბატონ ბიძინას მიმართა რა თქვენს ხელმძღვანელს, თქვენს მამა მარჩენელს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამოხსნა ამ ქვეყნისა არის პირუთვნელად იმ არჩევნების ჩატარება, რომ აი 12 წელი ბრძანდებოდით ბატონებო, ამ 12-მა წელმა გშთანთქათ თქვენ. 12 წელი ეჯიბრებოდით იმ ძალას, რომელიც შირგვებში იყო, რომელსაც საბრალდებო სკამიელოდა და მე არა წელში გამართეთ, გაასწორეთ მხრებში, თქვენ ჩვენაირები ხართო უთხარით და ახლა აქეთ გიპირებენ გასამართლებლას. ბუმერანგივით მიიღეთ მართლა. ამიტომ მოთხოვნის შესაბამისად, აი თხოვნის შესაბამისად და მოთხოვნაც არის ეს. თუ ეროვნულ ფლანგს იმ დოზით მაინც რა დოზასაც ჩვენ მივიღებთ ახლა გაყალბების გარეშე ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს და ამ არჩევნები ამ ქვეყანაში და ამას მართლა დააფასებს არა მხოლოდ უფალი და მაცხოვარი ჩვენი არამედ თითოეული მოქალაქე ვისაც აზრი შერჩენია დააფასებს რამე თუ ეროვნულმა ფრთამ ძალიან კარგად იცის ამ ქვეყნის პროფესიონალურ დონეზე დიახ საგნობრივად როგორ შეიძლება ამ ქვეყნის გამოხსნა რომ ქვეყნის გამოხსნა ღვთის შეწევნის გარეშე არ არსებობს რომ ღვთის შეწევნა საღმრთო და საქვეყნო საქმეებითაა მხოლოდ შესაძლებელი ეგრე არ არის ბატონო ბექა დიდი მადლობა ჩვენს ახლა მადლობას მოვასწრებ რა თქმა უნდა ჩვენი პროდიუსერის და საერთოდ ამ სტაფის ობიექტივის ტელევიზიის პროფესიონალი ჟურნალისტების მიმართ და ოპერატორების მიმართ ასევე მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს, რომლებიც დღეს ვერ შემოვიყვანეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ტრადიციულად გაგრძელდება. ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ და იცოცხლეთ. ბატონო ბექა, აი დამატება მინდოდა სანამ ჩვენი ეთერი დასრულდება. არჩევნები ჯერ კიდევ მაშინ გაყალბდა, როცა პატრიოტთა ალიანსს წაართვეს კომისიის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუ კი არჩევნები სამართლიანად ტარდება და თანასწორობის პრინციპზე არის დამყარებული არჩევნების საარჩევნო პროცესი არჩევნების დაწყებამდე და შემდეგ მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მე მიმაჩნია რომ ყველა მონაწილე პარტიას უნდა ყავდეს თავისი წარმომადგენელი დამკვირვებლების საარჩევნო უბანზე თუ არის საუბარი სამართლიან არჩევნებზე სამართლიანი არჩევნებისთვის ბევრი წინაპირობა არის შესაძლებელი მაგრამ ჩვენ საამისო ნაბიჯებს სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა და სრულიად გეთანხმებით. ოთარ ეგრე არ არის ბატონო ოთარ. კომისიის წევრს რომ არ გაძლევენ. ჩვენ მეოთხე წელია დიახ, აქ ხო უკვე ჩანასახშივე ჩანდა. ჯერ ქალბატონ ირმას იორმუღალოში და ჯარი შეიყვანეს თქვენ კაი ადამიანებო ხო გახსოვთ. ჯარი შეიყვანეს არჩევნებისთვის. ჯარი დაიხმარა, აი მაშინ და დღეს გამოგზანდებიან და მაშინ დამოუკიდებლობა არ ქონდა და დღეს გვაქვს დამოუკიდებლობაო. იცით რა? თავისუფლება აყრილი ადამიანები. თქვენს მიერ დაკავებული უდანაშაულო ადამიანები კი არ არიან. როგორც სინდისის პატიმრები გყავდათ, დღესაც რამდენი უდანაშაულო გყავთ დაჭერილი. თავისუფლება აყრილები თქვენ ბრძანდებით საუბედუროთ და თავისუფალი აყრილი ადამიანი ვერც დამოუკიდებელი ვერ გახდება რეალურად. აი, ამის თქმა მსურდა პატივცემულებო რა. და რა ვიცი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაყურებელს სმენისათვის და ბედნიერი ახალი წელი გქონოდეს ჩვენს ქვეყანას და ეს ბედნიერებაც თითოეული ჩვენთაგანის მომუშაკებაზეც ყოფილიყოს აუცილებლად და დამოკიდებული. ოღონდ გასაქანი 12 წელი ძალზედ ბევრია იცოდეთ. 12 წელი საშინლად დიდი პერიოდია. თქვენ თავს
რასაც თავიდან წარმოადგენდით, რაც მაშინ ეყავით ახლა თანავარსკვლავედში და კორიფეები ქვეყნისა, მაგრამ დღეს იმის 1000-ები აღარ ახართ. რასაც სარკეში ჩახედვით, ვერ მიხვდებით, ვერა. სულ სხვანაირად ჩანს ეს, ბატონო? ოცნებას ეხება ეს. ოცნებას ეხება თავისთავად, რა თქმა უნდა და უკეთესი მომავლის იმედით დავემშვიდობოთ, კი ბატონო, აბა, ღამე მშვიდობისა უკეთესი ქონოდეთ. მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. იცოცხლეთ.